წინა ვიდეოსგან განსხვავებით ამ კვირაში ბევრი დრო აღმოგვაჩნდა და აი ვიყურები რომ რომელი გადავიღო ფიქრობთ. მოკლედ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ რომელი გადავიღოთ. მოდი მაქსიმალურ სიგიჟეს მივმართოთ და კარგი, მოიცეთ პოლიჯოხი სად არის. უფრო კარგად რომ გავერკვიოთ ეს მანქანა ვინ არის და რა არის. იმედია. ოპა. გადავა. ოპა. და იმედია მას არ ჩასვა. ისა. განყუთვის დროა. Traxxas Max Slash, როგორც ამბობენ დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მანქანა და გადავიდეთ პირდაპირ განყუთვაზე. თუმცა ბარემ გეტყვით იქამდე რომ 4 ფერია, მწვანე, წითელი, ლურჯი და რაღაცა არეული ფერი. დავიწყოთ. რომ ხელა, ვაიმე, რაღაცნაირად ვიდეოებში ესე დიდი არ ჩანს. წამით. Wow! Wow! ის მეორე თეთრი საწავიღე. რადიო საჯანდებაშია. რამ ხელა, ხალხო, ეს რა არის? აუ, ძალიან ლამაზი. და ძალიან ძიმე ბოდი. ძალიან ძიმე კი არ არის, ნახე. ეხლა გავიაროთ უცბად სპეციფიკები. ძალიან კარგი roll cage აქვს, რომელიც დაიცავს კარგად და ასევე სლაიდერები, მანქანები რო ყირავდება ხოლმე, ძალიან ბანძნება, იკაწრება, ინგრევა, ამას ეგ არ მოუვა იმდენად. 6S სისტემა, ორმაგი გაძლიერებით, უკანა ბამპერი, ვილი ბარი, აი ესე რო დადგება და ესე რო გაივლის. ბამპერი აქვს ორმაგი დაცვით, ბელტით საბურავები. ეს მანქანა არის იმისთვის, რომ სახე ახიოს ყველანაირ ნიადაგს. ოღონდ დროში არა, ისე პირდაპირ გაგებით. რა თქმა უნდა, სტანდარტული სლეში არაერთხელ გინახავთ ჩემი ვიდეოებში და აი მინდა რომ უფრო კარგად გვერდ შეადაროთ რეალურად რამხელა არის. ხა ინახეთ უკანა მხარეს უსწორებ და კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება სიგრძეც. და ერთი აი რა ძალიან თვალში მომხვდა. ჩემ პირველ რიგში ის მინდა გითხრათ რომ აი ამ მანქანას თუ რამე დააკლო Traxxasმა აი აქ ყველაფერი გააკეთა და ამა რა დააშავა შემდეგი მოდელები გაეკეთებინა ესე. აი ნახეთ მაგალითად. აქ ესეთი რაღაცა მოგვდის. და ნახეთ ძირში იმტროვა ხოლმე. ხედავთ? აქ ნახეთ რა კარგი რამე მოუფიქრებია. შვენიერი, პლასტმასის, გამაძლიერებელი. იგივე, კუთხეები იმტროვა ხოლმე ძალიან ხშირად. აი მაგალითად ესენი. ხო და აქ არ არის ეგეთები. ასე რომ, ერთი სიტყვით ბევრი აღარ ვილაპარაკო. იცით ერთი განსხვავდება სლეშისგან? აი რაღაცნაირი შემდგარია რა. ერთი სიტყვით ეს არის სრულყოფილი სლეში. აი მართლა, არ ვიცი, მაგრამ ესეთი გემრიელი ტიპი ნახდად არ მეგონა, ყოველ შემთხვევაში არ ჩანდა ვიდეოებში და ეს კიდე შემთხვევით არ მყავს აქ რა. ძალიან ბევრი კითხულობთ ამას და ანუ გააქვთ იმის სურვილი რომ გადავიღო YouTube ვიდეო, რა ვიცი, თუ გააქვთ დამიკომენტარეთ და არ ვიცი რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცდი და გაჩვენებთ. თუ გაინტერესებთ. მოკლედ, ტესტის დროა. ამოვედით ჰასკიში და ამ მანქანის გასატესტად აქ ყველაფერია. თქვენ კიდე არხის გამოწერა გატესტეთ და ნახოთ. Beşeri short kursis axtomis droa. ვერ ავხტი. სამაგიერად ჩავხტი. ესე იგი, ეს 6S მე მგონი ტყუილად აქვს მანქანას. მაინც დაბალი სიჩქარით უნდა ატარო რა. მანქანას ვერ ვაცურებ. ლამაზ კადრით გადაღება მინდა და მოსახვევში ვერ შევდივარ. აი ეს UDR-ის AS პადუესკა მიახლოებულის არ აქვს.
სულ ეს ხტუნავს. ხტუნავს აღა იყო და ტრიალდება. ჰაბი გავტეხე. წავედით სახელოსნოში. რა თქმა უნდა, ამ მანქანის გასატესტად ვინ უნდა მოგვეყვანა თუ არა მისი წინამორბედი. ესე იგი, რამდენიმე დისციპლინაში გავაკეთებთ შედარებას, ეს იქნება tug of war, რა თქმა უნდა, იქნება წრიული და რა თქმა უნდა, დრაგიც. დავიწყოთ. და რაც თავარია, შემდეგ დისციპლინაში არხის გამოწერაში აუცილებლად თქვენგან ველოდები კარგ შედეგებს. ორივე მანქანა გაივლიან ორ წრეს და დავიწყოთ. მზად ხარ? წავიდა. წავიდა. რამდენია? 19 და 31. მე მგონი კაი შედეგია. არა, სლეში მიყვარს რა, მიყვარს ეს მანქანა. всё, ჩვენ მზად ვარ და მე რატომღაც უკვე შედეგების წინასწარ სუნი მომივიდა შერაზეთყი. კაი, მზად ვარ, დავიწყოთ. ვაიმე ბიჭო, როგორ უჭირს მოხვევა. ესე იგი უკანა ტანი დაკ, ისე რომ ვერ ვიჭერ ამ დეგენერატს. მიდი. რამდენი იყო? 25. არა მომიცურდა. კაი, ერთის გავამეოროთ, რომ რეალურად შეცდომის გარეშე რას ვივლი ვნახოთ რა. მაგრამ ისე ერთი რაც უნდა აღინიშნოს, ეფექტურია, რო დადის რაღაცა მონსტრი დადის. გავიმეოროთ, აბა? ვიწყებ, დავია. არა. ძალიან ხტუნაობს, ძალიან ხტუნაობს რა. და ნახე აი მოხვევის კუთხეც არ ვიცი, ისედაც სერვოც აქ რაღაცნაირი ეს მომხვევი ძრავი აქ აი ძლივს უხვევს. კაი, მესამე და სამართალი. ვიწყებ. აი მაქსიმალურად ვცდილობ რომ კარგად გავიარო, რაც შეუძლია. გადი რა, მიდი. ნუ აი არ ვიცი. შედეგია 21. 21 და 63. იმის იყო 19 და 21. მოკლედ. პირველ დისციპლინაში გაიმარჯვა ჩვენმა ბებერმა სლეშმა. პატარა სლეშმა. მოკლედ მაქსიმალურად ეფექტური კადრისთვის ეხა დრონი ყავს მაღლა დაკიდებული რომ იქ მე ნახავდით ხო ეს ისენი რო არ გადაფარვის კადრები და ასე შემდეგ და ეხა მე უნდა ჩემი ვიდეოგრაფი რომ მე მოგიფიქრე ჩელენჯიო და აქედან უნდა ატაროო და უბრალოდ შეხედეთ აქედან როგორ ვატარო არ ვიცი ეს აქ დავდო და ისე ხო ესე იგი ამ შემთხვევაში დავიწყოთ იმ ძროხასლეშით მაგრამ ძალიან საინტერესოა ასე მგონია რომ თამაშობ რაღაც კომპიუტერულ თამაშს წავიდა ვაიმე რაცდელია იცი? ხوارღათ. აი იმ თამაშს გავს, აი ბავშვობაში უეჭველი გახსოვთ. ვაიმე რაცდელია. აი. კარგად მიდივარ. დავაი.
მეშინია გასის. ვიდი, არა. არ ვიცი, ესე ნელა უხოს თუ აქ ჩანს ეგრეთ დაგვიანებულად. მაინც გამოვწვარი. რამდენი? 28. რა გინდა მაინც კაია? 28 და 88. კაი, სლეშის დრო იმედია ესე ყუსავით ისიც არ მოუხავს. რაღაცა გაასწორა ამ ჩელენჯმა, ხო იცი? ჩემი ბებრუხანა სლეშის დროა და ვიწყებ. წავიდა. ჩემი რაკა თითქოს უფრო გამომდის, ასე მგონია. არა, მომიყირავდა. არა, ეს ჩემი ბრალია რომ ესე გავაფუჭე. იმიტომ რომ მეგონა რომ უფრო გამომდიოდა. რამდენია? 33. ეხა იმაზე თუ 3 დუბლი მომეცით, აქაც მეკუთვნის ერთი რომ წესიერად გავიარო. ხო ეგრეა? всё, აი ისა. დამეთანხმა, რო იცოდეთ. ვიწყებ 3 და წავია. აუ, რა დავიძაბე? რამდენი? 25 და რაღაც. არა, ეს მაგარია, ეს მაგარია. ეს იქაც ხო ნახეთ როგორ ყირავდებოდა, ის მოკლედ მაგარი ბიჭია. შეხედეთ რა ბიჭია. ვაიმე, ელემენტი. 2-0 და ჩვენი პირველი და მეორე ჩელენჯების, ესე იგი, time attack-ის და ჩემი ვიდეოგრაფის ჩელენჯის გამარჯვებული არის სლეში, ოღონდ ძველი პეპერი 1-10. ასე რომ, ახლა დადგა დრო, ლევან. მოდი, ეხლა დადგა დრო თაგოფარის, რაშიც ისე ლევანი მომეხმარება. ოღონდ ამ შემთხვევაში ამას მევიჭე. ჩვენს ჩემპიონატზე აქ რო ჩატარდა, ვინც იყო ეს თოკები აუცილებლად ემახსოვრება, ეს ისე ვის არის და ვისაც არ გაქვთ ეგ ვიდეო ნანახი, ამოვანათებთ სადღაც კომენტარებში ჩავაგდებ და უეჭველი უყურეთ. თაგოფარში ჩატარდა ჩვენი პირველი შეჯიბრი. იყო მარტო სლეშებში. ეხლა სლეშებში იქნება, ოღონდ მასშტაბებში დიდი სხვაობები გვაქვს. რატოღაც უკვე სავარაუდო შედეგი ვიცით ყველამ. თუმცა სანახაობა მაინც სანახაობაა. მოვიტანეთ ჩვენი ცენტრისთვის. ესე იგი იდეა ასეთია, რომ აი ამ ხაზს ვინ შეახებინებს უკანა ნაწილს. ხო და მზად ხარ? მზად ვარ წაგები. შენ მზად ხარ? კაი. აბა 3-2 და გოუზე. 3-2 go! ტვერი ვჭამე. ცოტა აღმართზე დავაყენე ეს მაქსლეში. რეგვენია ეს მანქანა. და ჩვენი მესამე ჩელენჯის გამარჯვებულია, რა თქმა უნდა, მაქსლეში და ანგარიში არის 2-1. ხო არ მეშლება? არა. 2-1. მოვედით ვარკეთილში რაღაც ახალი სკეიტ პარკები არისო და უნდა დავტესტოთ. აი ამ კანტზე მინდა რომ გავწვიდე. სადო? ჩემ ზუსტად ის იყო რაც გინდოდა მე რომ დავაკვირდი. არა, ძალიან ძნელია, ხო არ გადაო. მე და დავითმა გადავწყვიტეთ, გავტესტოთ ეს მანქანა, დაძრავს თუ არა დავის, წავედით. წავიდა. ოჯახ დავით, ოჯახ. მოდი დავით ჩავეხუტე, მოდი. დრაგის დროა და ვარკეთილი და ვინ უნდა მოსულიყო თუ არა, მახო დარწმუნებული ვარ მოგენატრად კიდეც ვის. ისე საბოლოოდ დაამუღამე მართლა მაგის დახურვა. გახსოვთ ხო ალბათ ის რუბიკონს რო ვახურებდით იმას. შენ არ იცოდი თორე მე მერე დავამუღამე. კაი, მოკლედ გადავწყვიტეთ რომ ტრაქში შევეჯიბროთ და რა თქმა უნდა ეს ისო მე, იმიტომ რომ დღეს მაინც ეს მანქანა არის მთავარ როლში.
სათხარ? თან 6 ესეთ არის და 3 ესზე უნდა რომ გამო. წეღან იმაზე მეწუწუნებოდა რატო გამაღვიძე მეძინაო. ეხა 3 ესე მოკლედ რა. წავედი. სამი, 2, go! უიმე. სწორად რომ გავიარეთ, ნუ აჯობა, მაგრამ ის არ არის. 6S ის არ არის. 6S-მა როგორც უნდა აჯობოს 3S, ეგრე არ არის. მოკლედ სლეში არის მაგარი მაქინა რას. შენ ხა არ იყავი წინა დისციპლინებზე და ამან მარტო ისა tag of war-ის გარდა ყველაფერში აჯობა. მე ხო იცი კრაუდელი მაინც. არა, ნუ ეს ამის გამო სწორი არ იქნება. მოდი ერთის დავსტარტო. სამი. ეხა აღმართზე. წეღან ვიყავით ჩვენ დაღმართზე და ეხა ვცადოთ აღმართზე და ვნახოთ. 3, 2, go! ეხა თითქმის ერთნაირად წავიდნენ, ხო? ვეღარ ვაჩერებ. მე ვერ დავინახე, ვინ მოიგო? პატარა? არა და ეხა რავი, კი ვის რეალე? პატარა სლეშს ეთქვა, ჩემზე არ გიგო. ესე იგი, დრაგში ერთით-ერთია. და მოდი მესამე და სამართალი და ნუ საბოლოო ჯამშიც მე დავწეროთ. ეხა ისევ აღმართი გავაკეთოთ დაღმართი. კაი, დაღმართი გავაკეთოთ ისევ. ბოლო ამბავია და უკვე გადაწყდება ვინ არის დრაგის ჩემპიონი. იმედია ჩვენს მეგობრებს არ დავამტვრევთ. აქედან მარჯვენა წინა. რომ წინ არის? წინ არის. აი, წინ არისო. აი, ეგეთია მახო. ნახე, წინ დაუყენებია. დარწმუნებული ვარ, რომ აქედან იქ ხდებოდა მაგას. მაგრამ მაინც ეგრე გააკეთე. რა ნაგლია, მე კი არ ვარ წინ. ამოდი ხასთან. რაცობი ადამიანია. ძალიან კი ვცდილობ რომ მოვიგო, იმიტომ რომ რეალურად გავწურო Max Slash-ის შესაძლებლობებით. თუმცა გულის სიღრმეში Slash-ის კენვა. 3, 2, go! ხო, ნუ დამსახურებულია Max Slash-მა გაიმარჯვა. ცოტა false start-ი მომეჩვენა ჩემი მხრიდან, სიმართლე რო გითხრა. მაგრამ მოკლედ რა, უფრო სწრაფია რა. დაღმართის რეალურად უფრო სწრაფია, თქვენ რო იცოდეთ, ოდნავ სწრაფია Max Slash-ი Slash-ზე, თუმცა Slash-ი უფრო სტაბილურია და უფრო ისეთია რა. Slash-ი დრაგი უფრო მშვიდია. მაგრამ აშკარად უფრო, ანუ ესეც კი ვატყობ, რომ ეს უფრო სტაბილურია ვიდრე ის. კი, ეგრეა. ნუ უფრო სწრაფია და პრინციპში მოდი გავზომოთ GPS-ით რეალურად რამდენის დადის. მოდი ეგეც ვნახოთ. ესე იგი, დავიწყოთ, არ ვიცი ეს ადგილი რამდენად მოგცემს, რომ იდეალურად გავარკვიოთ სისწრაფე, მაგრამ წავედით. გადავრჩი ერთი, წავედით. იმედია მოვასწარით, ნახვა. 60 ხო არ გადაო? ტოპსები მაინც არ იქნებოდა არ იყო ხო ტოპსები? არა, ადგილი არ გიყო აშკარად, თორემ მეც წავიდა. არა 70 დაადე. ესე იგი, მოიცა ამას უწერია იმაზე. აუ, რამდენი უწერია? მოკლედ 70 რომ დაადებინე, ბიჭები, მეუნებია რომ გინდა თუ არა მეტი შეუძლიაო და. ეხლა ცოტა იქით გავუშვებ და ვნახოთ. ხო, ყოველ შემთხვევაში ის რა ქვია, 70 მილი უწერია, ხო არ ვცდები? 70 მილი. აუ, გაითიშა. მოკლედ, GPS რაღაც დაემართა, დაჯდა, მაგრამ აი დარწმუნებული ვარ რომ 80-90-ით მოვდიოდი. ეხლა ამას რო უწერია 70 მილი, მაგის შანსი არ არის. მაგას ვერ დებს. ალბათ იმ შემთხვევაში დადებს თუ დიდ პინიონს დააყენებ და პატარა სპურს ან რაღაც ეგეთ. აი დარწმუნებული ვარ რომ 80-90-ით მოვდიოდა და ეხლა იცი რა გამახსენდა? Slash-ი მე რო შევამოწმე, Slash-ი რო შევამოწმე 3S-ზე დადიოდა 87-ით. მოკლედ სწორად მithkoms, ეხლა გამახსენდა. 90-ით დადის უოჭველი ეს მანქანა, სტოკად რო იცოდეთ რა. მე ბედნიერი ვარ რომ ლიპოები მეტი აღარ მაქვს, იმიტომ რომ აქ რას უზადვი ამ მანქანას ალბათ თქვენც კარგად იცით. არა. ანუ უაზრო მტრევაა რა. იმენა არ უხდება აკაურობას. ეხლა ნახე რა ვქნა.
რა გინდა რა? წადი აქეთ. საბურავი. სად არის? აუ, საბურავი გაძვა იმით. ვიპოვე. თუ არა. სარწყავი. აბა ვინ იპოვის? აუ, მაგას რა იპოვის აქ? ბოლტი თუ გაიკა თუ რაც ქვია, იპოვა ამ კაცმა. დავაი, ვაგრძელებ ძებნას და ის რა ქვია. ვიპოვოთ ისიც. თუ ვიპოვით. ესე იგი, გადავწყვიტეთ, რომ შევაფასოთ ეს მანქანა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ეს მანქანა სიარულში და მართვადობაში ღმერთს არ უქნია, ცოტა სხვა მიმართულებით შევაფასებთ, ხო? რა სიტყვით როგორია ეს მანქანა? ძალიან კარგი მანქანა არის. უბრალოდ კარგი მეტი არაფერი? და სწრაფიც არის და გამძლეც. აი ეგ მინდოდა და აი ბავშვმა შენიშნა ამ მანქანის მთელი მუღამი ყოფილა გამძლეობა. შენ რა სიტყვი? გამძლეა, ძალიან ჩქარია და აი როგორ თქვა, მყარია ძალიან. მყარი? აი ხო, რაღაცეირად მყარია. და თან დრეკადი. ხო, 4-4-ზე თან რო არის, მუღამს ასევს, რომ დიდი სიჩქარე აკრიფოს. მართალია ეს ბავშვი 4-4-ზე არის ეს მანქანა, თან 6-ესია და მოკლედ ისა. ხო და ეხა თუ იცი რა უნდა თქვა ეგ ბოლო მთავარი მომენტია რა უნდა თქვა ეხა თუ იცი. YouTube როგორ? გამოიწერეთ ახლა. არხი. გამოიწერეთ არხი. ხო და გამოიწერეთ არხი გააზიარეთ ეს ვიდეო და დაალაიქეთ ეს ვიდეო. პაკა. დამშვიდობოთ. კარგად. Ooh!